მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და რა თქმა უნდა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. Როგორც უკვე ვიცით, რუსთავი ორმა და კომედი გრუპმა გვაჩუქა კიდევ ერთი ორიგინალური, გასართობი და ძალიან სახალისო გადაცემა გააცინე და მოიგე. აპლოდისმენტები. დასახელებიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რომ ჩვენთან მოდიხარ აცინებ და იგებ. ეს ძალიან მარტივია, მთავარია ჩვენი ორი ჟიურის წევრი გააცინო და 5 წუთის მანძილზე შენ შეგიძლია თავისუფლად მოიგო 1000 ლარი. ვისაც სურვილი აქვს და თulis რომ თავისი იუმორი იმდენად კარგია და ხარისხიანი რომ მთელ საქართველოს უნდა გააცნოს, გამოაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე თქვენი CV. ეს არის გააცინე რუსთავი 2.com. ახლა კი მოდი ჩვენი პატივცემული ღვაწლმოსილი იუმორისტები მოვიწვიოთ. ესენი არიან თათია სულუაშვილი, აპლოდისმენტები და ნიკოლო ზარაბიძე. გამარჯობა. როგორ ხართ, მეგობრებო? არაბიშოს, ჩემო გიორგი, მე როგორც ყველა ჯერზე ახლაც მინდა მივესალმო ჩემს აქს დამსწრეს საზოგადოებას და რა თქმა უნდა ჩვენს ტელემაყურებელს მე უკვე როგორც სახში ესე ვგრძნობ თავს. შეგვიძლია ასე ვთქვათ. მეც მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. ძალიან მიხარია რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვარ და ისიც მიხარია რომ ჩემი ნიკოლოზის გვერდში მიწევს კიდე ყოფნა. ერთად ვარ. როგორ განწყობაზე ხართ, მაინტერესებს. შვენიერი. გავცემთ დღეს ბევრ ფულს. თუ გაუფრთხილდებით ბიუჯეტს. ჩემი გაცინება ცოტა რთული. ხო. მე ისეთი ადამიანის გვერდით მიწევს დღეს ყოფნა რომ მე საერთოდ არ გამეცინება. თავია არ დახოცოთ ერთმანეთი. ხო და იმედი მაქვს რომ ქალბატონი ცისმარი ასე მივმარდა ისე მოიქცევა დღეს. როგორც საჭირო. რომ რა ქვია დღესა გამომსვლელები არ აკრიბავენ 20 ლარს ყვავილების ფულს. კი, მართლა. ის მე მინდა აღვნიშნო რომ მოგებულები აკრიფავენ 20 ლარს, იმიტომ რომ 8 მარტი მოდის და მჭირდება საჩუქარი. გაითვალისწინეთ. ყველამ გაითვალისწინეთ აუცილებლად. ხო, ვამარტი ხვალზე, ხვალ არა და არ ზე. ვიცი, 8 მარტი მოდის 16 აგვისტო არ ვიცი, საჩუქარი მჭირდება ქანება. გესმით ჩემი ალბათ ბიჭებო. გაითვალისწინეთ 20 ლარი, მეტი არ მინდა, 20. 20 ლარი. 20. თქვენი ადგილებით ხოთ დაიკავოთ, მე ჩემს ადგილას გადავალ. ახლა ცოტა 1-2 სიტყვით ჩემს ადგილზეც ვიტყვი. ჩემს ეგრეთ წოდებულ ბორცვს ვეძახი, არის მონიტორი, რომელიც შუაზე იყოფა. კადრი არის სახეებზე, თქვენ სახეებზე. ასე რომ პატარა ღიმილიც რომ გაგეპაროთ, მე ვერ გამომაპარებთ. ასევე ქვემოთ არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. როდესაც მე ლურჯს ვაწვევი, ეს ნიშნავს, რომ დრო დაიწყო. თეთრს როდესაც ვაწვევი, ეს ნიშნავს, რომ დრო დამთავრდა. ხოლო როდესაც წითელს ვაწვევი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაგეღიმათ და ბიუჯეტი ცოტათი შემცირდა. ყველაფერი გასაგებია. გასაგებია. გაიგონე რა თქვა, ეხლა ნუ მოვაღებ შოშიასავით პირს. ყველაფერი გასაგებია. მას ასე. შვენი პირველი მონაწილეები, ეს არის დუეტი. დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე. გთხოვთ აპლოდისმენტები. როგორ ხართ? კარგად, შვენივრად. როგორი განწყობა გაქვთ? განწყობა კარგი გვაქვს, რაც მეტი ღიმილი იქნება, უფრო კარგი განწყობა გვექნება. უფრო აგვიმაღლდება განწყობა. ძალიან კარგი. ესე იგი, თქვენ გიწერიათ აქ რომ დავით ბეკოშვილი თქვენ ხო ალბათ? წვერიანი. დავით ბეკოშვილი, წვერიანი და რომან ქერქაძე უწვერო. უწვერო. ესე დაგიმახსოვრებთ. წვერიანი და უწვერო. მაშინ ცოლიანი და უცოლო. წვერიანი იყო, წვერიანი დავტოვოთ. ეგრე ჯობია. კარგი. ანუ მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? თქვენ გიწერიათ ქველმოქმედებაში. დიახ, მე მიწერია მოქმედებაში, რომ დავეხმარო და დაიჭირა რომ დავიჭირო. დასახმარებელი ხარ შენ. ხო, ანუ მე ვარ დასახმარებელი. თარვა მარტიც მოდის. თუ რესტორანში ფულის დახარჯვას ქველმოქმედებას ეძახით თქვენ, თუ როგორ არის? გასმია ვის წაიყვან. დიახ, კი ბატონო, ძალიან კარგი გადაწყვეტილება ეხმარება ადამიანს. საცხოვრებელი ადგილი გიწერია თბილისი. ასე კონკრეტულად რო არ აგეგნიშნეთ და პირდაპირ აღმოსავლეთ საქართველოს რო გექვათ. ბატონო ნიკოლო. რაშიაც აქ. ანუ კონკრეტულად ვერ გეტყვით, კი? იმიტომ ვერ გეტყვით რომ თბილისში ყველგან ცხოვრობ. უფრო დიდხანს ჩემთან. კარგია. მე მინდა მადლობა, საშუალება მომეცა და მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანს, ვინც მე შემიფარა. ასე მინდა მადლობა გადაუხადო დედას, მადლობა კატას, ჩემს და ყველანი მიყვარხართ. და მადლობა იმათ, ვინც ამის შემდეგაც შეგიფარებთ.
კიდევ. და მომცეთ ჩუყე ბიჭი. თავშესაფარს მო. გულინო ამიჩუყე. ჩამეცები თუ შეიძლება წესებს, უბრალოდ წესებს მე არ მოგცეთ ყურადღება, წესებს გეტყვით. წესები ძალიან მარტივია. ბოდიში რა, ჩაგერთეთ. 5 წუთია. პირველ წუთში თქვენ თუ წარმატებულად დაამთავრეთ პირველ წუთს, თქვენ მოიგებთ 50 ლარს. მეორე წუთში თქვენ მოიგებთ 100 ლარს, მესამე წუთში 200 ლარს, მეოთხე წუთში 400 ლარს და მეხუთე წუთში 1000 ლარს. ჭირდება. ჟღერს, კარგად ჟღერს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში მოგებული თანხა აიღო და წაიღოთ, შეწყვიტოთ თამაში, ან თუ გააგრძელებთ, შეიძლება მოგებული თანხა დაკარგოთ. ნუ რეალობა მწარეა. მზად ხართ? ეს უთ ბოდიში. მზად ხართ? ხო არა, სანამ დავიწყებთ, ამისთვის საჭიროა რეკვიზიტები და ამიტომ სრული თავისუფლება. გნებავთ რეკვიზიტები, მიიღეთ რეკვიზიტები. მეგობრებო, მზად ხართ? სად ვართ? მაშინ 1 2 3 წარმატებები. სიტუაცია მამე და ინგლისურის გაკვეთილზე. აბა მამეთ, ეს რა არის? ტიბეიბალ. What? ტიბეიბალ. Table. ტიბეიბალ. და აი ეს ეს არის ნუპაგაძი. არა, ტომი ჯერი. არა, გაც, ეს არის მიკი მაუსი. mouse. მაუს. და აი ეს ვალმე დედიკა ვალმე შეჩიკო. შევჩენკო. სწორია და აი ეს არის სექსი. ბოდიში. კექსი. case. კეისი. და აი ეს აკრამ მოგიხბანა. შე დალოცვილო შენა. შე პარაკია. ნიკოლოზ გაგეცინა. გაგეღიმა. ბოდიში რომ რა ბავშვობიდან მეღიმება ხოლმე პამიდორს და ვინახავ. რა უცნაურია. ძალიან სასაცილო პროდუქტია. ძალიან. დილოსავთ, თქვენ 50 ლარი უკვე გაქვთ. ვაგრძელებთ. ანუ ვაგრძელებთ. როგორი თამამი გადაწყვეტილება იყო? 1 2 3. აბა ეს რა არის? ეს ტრაკი. ტრეკი. ტრიკი. აი ტრაკი. სწორია. აი ეს ეს კარგია. good. airbag. airbag. და აი ეს ეს ჩემი мама ჩემი. აზერ. father. ფაზერ. და აი ეს არაფერი. sorry. და აი ეს ლაზიკა. სწორია. აი ეს ვაიმე დიდი ეს ჩემი მევალე სადე ჯანამ ჩოქს საიდან მოვიდა გო. და აი ეს არის ივანაშვილი. დოლარ. დოლარ. და აი ეს არის კოჰაბიტაცია. ნიკოლოზ. რაზე გაგეღიმა? ბატონო, რაზე გაგეღიმა? კოჰაბიტაციაზე. კოჰაბიტაცია. მეცე გვიფიქრე ზუსტად, მეცე გვიფიქრე. გილოცავთ, თქვენ უკვე 100 ლარი გაქვთ. შემდეგი ტური არის 200 ლარიანი. ვაგრძელებთ თამაშს. შეიძლება 100 ლარი დავკარგოთ გახსენებთ. ვაგრძელებთ? დავალაგებთ რეკვიზიტებს და გავაკეთებთ. კი ბატონო. ანუ ეს რაღაცა ხილბოსტანი, ანუ ახალი ნომერია რაღაც როგორც. განეს სავსემ სვიშ. სავსემ. ეს ორი ორი ეს პამიდორი. მაინც და მაინც ორი პამიდორი და ერთი კიტრი რატო? ესე გადაწყდა დღეს. 3 2-ზეა 3 1-ზე. აი ნიკოლოზ, აი ამ მოდოლა კინძი ვერ დაანახე ბიჭო, რატო პამიდორი კიტრი ყურები? აი ძენა. არა, კინძის თემატურია. ფანტაზიას გააჩნია. ბოდიში არ მოგწევთ ბოდიში ყურადღება. აქედან კინძი ვერ გადავთვალე აქედან. დღეს ესე ზად ვართ? კი. შეგახსენებთ 100 ლარი გაქვთ და ახლა თუ კარგად გააგრძელებთ ხუმრობებს, მოიგებთ 200 ლარს. 1 2 და 3 წავიდა. აბა yaxshi zilin benim, aba yaxshi Petrushka, aba yaxshi. Hi. Hui. Pomidori გააქვს. Ajin, kitrini хочешь, а? მინდა ერთი კგ. ვაიმე კალბატონო, მეც მინდა. თქვენ რა გინდათ? აგეცნოთ ერთი კგ. თქვენი კიტრი დამპალია და სხვათა შორის პომიდორიც. აი კალბატონო, აი ამოსთანა კიტრი დამპალი, შენი თვალები სად არის? აი ამისთანა ლამაზი პომიდორი დამპალი. აი და ეს ბალახი ჭამე. ერთი ამას უყურე. მუტრუყო. ეხლა შენ მუტრუ.
უღურე რასით ლაპარაკო ბაჯელა მე ხათაბალა კლიეთ ვერამ გამარჯობათ რაღაც თქვენი ბაღის წვალელი პრესი ბოლოკებით ნატარხუნა უსყოდა შორის მათ თქვენ გალიფრეს კატა მივიყიდე და ის კატა მიხარი კიდე კატა მხარ ბარკალის კარტ კურდუმდება და ხანა კატა მოგცემ მხარ ბარკალის კარტ კურდუმდება და ალბათ იმიტომ კატა იმიტომ არ მეპრეს ბოლოკებით ნატარხუნება აბა ეხლა გადრახუნდი აქედან ირთი ამას უღურე აი მეც გადრახუნდი რატო არ გაგეცი? შენ რატო არ გაგეცი? სამწუხაროდ თქვენ შეგეძლოთ რომ 100 ლარი აგეგოთ და წაგეგოთ 50 ლარი. შვენიერი ფულია სხვათა შორის დღევადელ დღეს, მაგრამ თქვენ გარისკეთ და სამწუხაროდ ვიც რისკავს კიტრი მეახსახში დავაი სამწუხაროდ ესია, მაგრამ აპლოდისმენტები არ დავიშუროთ. დამსახურებული. დიდი მადლობა ჩემია. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი და მაგარი პროექტია. ამ შემთხვევაში მე და რომას სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ გავუკეთებინა ჩვენი მაქსიმუმი არა, არც მინიმუმი, საშუალო. სხვა ნომრებიც იყო, მაგრამ რაღაცნაირად დავჭობდა რომ დაგვეწყო უფრო სხვა ნომერი, ვიდრე ისევ აზერის ნომერი, ისევ აზერბაიჯანელი ტიპის უფრო მრავალფეროვნება იქნებოდა და ამიტომ არჩევანში შევსდით. არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. ცხოვრება გრძელდება დროებით. თათია, მე შევამჩნიე რომ რაღაცებს აკეთებდი და ბუზი დამაჯდა ესე მე მეგონა ღიმილს აფრთხობდი უბრალოდ ესე. ბუს ვებძოდი. უფრო ღიმილს. თუ შეიძლება რაღაც ერთეული სიტყვა რომ თქვა მინდოდა ყოფილიყო ის წარმომადგენლებიც აქ, მაგრამ ზოგადად მე ერთი რაღაცა მინდა ყველას ურჩიო რა. ანუ ამ შემთხვევაში რომ გააკეთე პირველად გამეცინა, გასაგებია ეს აზერბაიჯანის პერსონაჟი, გასაგებია. მაგრამ მე უფრო და უფრო ძნელი ხდება ერთ და იგივე პერსონაჟით ადამიანის გაცინება. ამიტომ პატარ-პატარა შეიძლება ერთი აზერბაიჯანელი გააკეთოთ, მეორე განსხვავებული იყოს ქართლელი კახელი ერთმანეთისგან. ხო, ერთმანეთზე ცოტა განსხვავებული თუ იქნება, ეს იქნება კარგი ძალიან და მრავალფეროვანი და შესაბამისად ადამიანსაც უფრო მეტი შანსი აქვს რომ გაიცნო. მე ცველოდებოდი უკეთეს ან განსხვავებულ პერსონაჟს. განვითარებას. განვითარებას რა თქმა უნდა. გასაგებია რომ ერთი და იგივე ადგილას ერთ და იგივე ადამიანი ამ შემთხვევაში იმ საუბარზე გეცინება. აბსოლუტურად სწორი, აბსოლუტურად. მე გირჩევთ რომ გაითვალისწინოთ ჩემები რო ხართ, ვინც მომზადებით, მიტოვ ამბობ თორე მე. დიახ. ძალიან კარგი რჩევა იყო, გაითვალისწინეთ, დამწყებო, იუმორისტებო, გამოცდილი ადამიანები ამბობენ ამას. მაშასე მოდი შემდეგ მონაწილეს შევეგებოთ. ეს არის გიორგი ჭელიძე, ზედმეტსახელად ჭელო. აპლოდისმენტები. ჭელო გამარჯობა. ჭელო მეგობარი, ისიც გიორგია ჭელიძე, სეხნია ხარ. კარგად ხუმრობს ის ადამიანი და არ შემარცხნიო, ახლა შენს სეხნია კარგად უნდა იყოს. ნახოთ. ჭელიძე საერთოდ ყველას ჭელო აქვს. რატო? ზედმეტსახელი. ნეტა რატო? რატო? არ ვიცი. რაჭველი ხარ გიორგი? არა. ქართველი ხო ხარ? კი, ქართველი ვარ. ახლა გადავიდეთ უკვე კონკრეტიკაზე. კუთხე. ნუ მე გისმენთ ხო შემთხვევაში მე შეგვიძლია დავიწყოთ? წესები გვახსოვს გიორგი? კი, რა თქმა უნდა. მაშინ 1, 2 და 3. გუშინ ქუთაისში ისეთი ცუდი ამინდი იყო, პოლიციის უფროსი თანამშრომელს არ გააგდებდა გარეთ. წელს საქართველოში ისეთი ცუდი ახალი წელი იყო, ბომბაჭკა რო ყოფილიყავი არ გავსკდებოდი. ჩემ მეზობელს ისეთი მაგარი სექსი ქონდა, ბავშვი გაოგნებული დაიბადა. უკაცრავად ერთი წამი ტელეფონი მირეკავს. ალო, გისმენთ? ხო, ბიძი, ხო, როგორ ახარ? რა ვიცი, შერაშვები, რა ვიცი. კი, არ არის, კაცო, პრობლემა მახსოვს, ყველაფერი გასწავლი. კი, მიდი, აბა ჩაიწერა ბიძი. კი, სერზე მიდის. არა, 3 მგელი, კი. არა, ჯერა კუდმოკლე და მერია კუდაგრძელი, ხო, ბიძი, ხო. კაი, ბიძი, კაი. მაპატიეთ უკაცრავად ბიძა ჩემი იყო ძალიან მაგარი თამადაა რა, ძალიან მაგარი. მე ისეთი ცუდი ბავშვობა მქონდა, პატარა რო ვიყავი აკვანს ჩემი ხელით ვიწევდი. მე როგორ მინდოდა რომ ეს წუთი არასოდეს არ დამთავრებულიყო, მაგრამ არა, დამთავრდა. სამწუხაროდ ჩემო გიორგი, შენ გული არ დაგწყდეს. ღირსეულად იხუმრე. ჩემი აზრით ნამდვილად რაღაც აკალდა ცოტა რა. რაღაცაც. რა დრო?
ალბათ დრო მე დარწმუნებული ვარ რომ ექნებოდა რაღაც ორი წუთიც რო ყოფილიყო ალბათ 2 წუთი ზარა 1 წუთიც რო ყოფილიყო არა უშავს არა ყოფილიყო უშავს კიდე და ხო მე ერთი რამე მინდა გთხოვო ცოტა გეტყობოდა ნერვიულობა და რაც უფრო ნერვიულობ უფრო ცუდად გამოდის ეს ყველაფერი და ამიტომ ცოტა ჩვეულებრივად იყავით აქ ყველა ვართ ისეთი ადამიანები რომ მე გარწმუნებ რომ თუ კარგად ვიტყვით ყველაფერს გაგვეცინება და გაგვეღინება ნამდვილად გიორგი კი არა მეცნერვილობ ახლა აფროზი ხო არა ყველა ნერვიულობთ რას ლაპარაკობთ თქვენ არიცით მე რა მჭირს მაგრამ მონდომება დასაფასებელი აპლოდისმენტები დიახ დიდი მადლობა გიორგი დიდი მადლობა რა ვიცი ახლა რა გითხრათ აბა კი მქონდა იმედი მაგრამ ცოტა მე თვითონაც მომზადებელი ვიყავი ბევრი არ მივარჯიშია სიმართლე გითხრათ ამ შუტკებზე რაც მქონდა გამოტანილი ხუმრობებზე და ნუ რა ვიცი გული კი დამწყდა მაგრამ რა ვიცი ყველაფერი წინაა და ნახოთ ახლა შემდეგი მონაწილე ისევ გიორგი ოღონდ ამჯერად ბუკია აპლოდისმენტები მადლობთ, კარგად. ასაკი 21 წლის, ხო? განათლება რაღაცა ვერ გავერკვი აქ. 12 კლასი, საქართველოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობა, კოლეჯი, დიპლომი, სახელი არ მახსოვს. ვის? კოლეჯის სახელი არ მახსოვს, ხო. დიპლომის სახელი არ მახსოვს. იმის სიხარულით მიდიოდა კოლეჯში არა შეიძლება რომ ჩააბარი არც ერქვა სახელი სახელი არ მახსოვს. ჩააბარი და შეიძლება ახლა და იმის მისამართი გახსოვს ფულს რომ მოიგებ ახლა აქედან და სახში რო წაიღებ. ხო გახსოვს? მისამართი ხო, რაღაცა ეს ვერ გავიგე ვერც მე. ხო სხვა რამე ვერ გაიგე მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? ერთი კბილი მტკივა ორი თვია ხალხო. გამახსენო, არ გამახსენო. გავიკეთებ. ბევრ ხინკარ შევჭამ და პარაშუტით გადავხტები. ეგ ბოლო ამოვარდა. ამოვარდა, გადახაზე ეს. პარაშუტი დაგახტება ამას კბილზე თუ უკურნალით შეგჭამს ეს მოგვადგება მე. ხო ეს ჰობი გიწერიეთ კიდე მოგზაურობა თამაში ოღონდ აზარტული არაა აზარტული არა რას თამაშობ და ლაპტას არა რეზინობანა. არა ხა თამაშობ რა ის ხან მეგობრები მოდიან ხარში სახში მკვდარი ხვდები ხან ორსული და ესე თამაში ანუ ორსულობანას თამაში. საინტერესო გართობები სანდეთ ვინც ამ ორსული რო ხვდები ეგ აზარტული არ არის გააჩნია რომელი მხრიდან რომელი მხრიდან კარგით მე შეგვიძლია დავიწყოთ შეგვიძლია ხო დავიწყოთ მე მგონია შეგვიძლია გიორგი მზად ხარ სკამი თუ შეიძლება 1 უკან გაქვს სკამი 2 3 ქართული ახალშექმნილი ოჯახი ძვირფასო მე შემიყვარხარ ჩემი ერთადერთი ხარ ჩემი საოცრება ხარ ჩემი ანტიკვარიატის მაღაზია ხარ ქართული ახალშექმნილი ოჯახი 1 წლის მერე ძვირფასო მე შემიყვარხარ ჩემი საოცრება ხარ ჩემი გენია ხარ გახსოვს ეს დიალოგი შენი დედას უმუშევარმა დალაქმა სამშობიაროში დაიწყო მუშაობა ის ქალბატონო ეს გამიკეთეთ აგზნებული ტენორი ვირი ჩემთან მოდი გოგო მოდი მოგეფერო დათია გაგეცინა მე სათაურზე სათაური იყო ძალიან კარგი სათაურიდან წამოვიდა და ემოცია წამოვიდა და წამოვიდა გიორგი გილობს 50 ლარი უკვე შენია ვაგზელებს თამაშს არ დაგავიწყოს რომ შეიძლება დაკარგო ეს 50 ლარი ან 100 ლარი მოიგო საერთოდ და ხუმრობები არა და გაგვიანდება და მეორეც რას ვაპირებ გიორგი ერთი წუთი სკამი ყვილად ხომ არა იღე უი სკამი უის ვაგზელებ ვაგზელებთ 1 2 სკამი აი როგორი იუმორი მაქვს როგორ რეპეტიციობს სახში ასე ვთქვა ლექსის კითხვას
ეს კამი დაწვით მე. უნდა დაწვით. შვენი მეც ყველას გაგვეცინა ერთად. ხო და შვენიერი 100 ლარი გიორგი, 100 ლარი დამსახურებული. წინაშე ვარ. დამსახურებული მაგძელებს. ესე იგი, სკამი აღარ შემოუტანოთ მეორე. დამბიძაბები მე პირადად. ხო და ძალიან ბევრსაც ნუ რეპეტიციებ ლექსის კითხვაში. მაინც რა იცი? გუშინ რეპეტიცია დღეს შვენიერი. შვენიერი. გიორგი 100 ლარი გაქვს. არის პერსპექტივა რომ დაკარგო ან გააორმაგო. მოდი ერთსაც გავრისკავ. ორს, იმიტომ რომ ხა ერთსაც რო ვიტყვი ხა აღარ გაიცინებ და მე მეგრელი ვარ რა. არ გაიცინებ თუ იმიტომ რომ წამაგეჭინოთ ხედა. გიორგი, აბა. კარგით, მანტი. აბა მიდი გამაცინე. ვაგზელებ თუ არა, აგზელებს. ნერვიულობ. მიდიხარ, მოდიხარ. თამაშობ 200 ლარზე. 1 2 3 ძველი ბიჭები 70-იანი წლები. ძველი ბიჭი 80-იანი წლები. ძველი ბიჭი 2010 წელი. როგორ მიპასუხა შეყვარებულმა პირველად სიყვარული რო აუხსენი? ძვირფასო. მე შენ მიყვარხარ. შენ? ოტი. ქართული სუფრის წესი. აბა, შევსვათ ბოლომდე. გეცნობა? კაი. ჯადაბა. დრო. ჰა? დრო. 17 მაისის მერე ქუთაისში გეი ხარეს ვეღარ ამბობენ. აი. უბრალოდ ემოცია მაქვს ესეთი. გიორგი, მე გაგაფრთხილე შენ. მე გითხარი შენ რომ დაჯერდი თქო, შენს 100 ლარს თქო, მაგრამ არ დამიჯერე. და კბილზე და რამე. რა ვქნათ, მოგიწევს ტკივილით სიარული, სამწუხაროდ. მაგრამ დაუფასოთ ადამიანს, ხო? აუცილებლად, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ გეტყობა. უბრალოდ მე ერთი რამე მინდა რომ გითხრა რა. იმის სკამის მერე ახლა ყანწი რა მოსატანი იყო? ხო, რა მოსატანი იყო? ხო, ნუ ეს იყო ერთი თაობა შუტკები იყო, ასე რომ ვთქვა, ხუმრობები, მომდიეთ, იყო ცოტა ისეთი. ამიტომ მე უფრო მეცველოდი კიდე. აი სკამის მერე ცოტა კიდე მეტი მინდოდა. ხო, მე გეუბნები რომ ჩემი აზრი მინდა ვთქვა სუბიექტური რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ ნიჭიერია ნამდვილად. მეც დაგეთანხმებით თუ შეიძლება, მეც დაგეთანხმებით. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ბრძანდები და ეს მონდომება და ეს აპლოდისმენტები უნდა დაფასდეს მეგობრებო. გავაცილოთ გიორგი, გავაცილოთ. მადლობა გიორგი. მადლობა. სამწუხაროდ დავნილობის გამო რაღაცები გამომეპარა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ჩემი თავით არა. რამდენი განხრა აქვს იუმორს, არა? კი, ძალიან. ძალიან. რა შეიძლება? გვარსებობ შავი იუმორის და ეს როგორი იყო, ამას არ ვიცი, რა ქვია. ნაცრისფერი. თუ სხვა ფერი კი. სერამურა. რა, ბევრი ფერები. მთელი ყო არა უფრო. უცნაური იუმორი ნამდვილად იყო. ახალი იუმორი იყო. მოდი ახალ მონაწილეს მივესალმოთ. ეს არის თემურ ხუციშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო თემურ, გამარჯობა. რა გამაცინებს აღარ ვიცი. შეგვაშინეთ ბატონო თემურ, როგორ ძანდება? არა, ვერ მოვზომე, კაი ნახტომი მინდოდა, მაგრამ მეც და თავიდან აი დავეცი და არ აქვს არ ნერვიულობ. ერთდროულად ქვეშა ვართ. დიახ. ხო არ ნერვიულობთ ბატონო თემურ. რო გითხრათ 800-ზე მეტად ნამდვილად არა. ხო, ძალიან კარგი. ზე მინდა მოგესალმოთ, მეც ჩემო გარკვეულ აქ ჰობი გიწერია ძალიან საინტერესო. მინდა საზოგადოებასაც უთხრე ხმამაღლა, ხო? ჰობი არის ჩიჩმაგურაობა და ფუჟოლი. ანუ ჩიჩმაგურაობა კი გავიგეთ. ეს ჩიჩმაგურაობა რა, ჩიჩმობას და ციგურაობას შორის არის რამე? სადღაც ახლა გვერდი-გვერდადია. ძალიან საინტერესო. და საქმიანობა გაქვს ძალიან კარგი, ხალხის ხალისიან ხასიათზე მოყვანა. ეს ჩვენი თანამშრომელი და არ ვიცნობ, ეს არ შეიძლება. თუ
თურმე. ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით ზოგადად. ჩიჩმაგურაობას და ფოჟოლს აგიხსნით. დიახ. ადამიანი ახლა ნათქვამი არის უსაქმურ კაცთან დაკავშირებით, რომ ჯდომა, უსაქმრად ჯდომასო, საქმის კეთება ჯობია, ცუდათო, ხო? აი, ცუდათ რო აკეთებს და ოდნავ კარგად რო გამოუდის, ხო? ეგ არის რომელი ეგ ჩიჩი? ამას ქვია ჩიჩმაგურაობა რა, აი, თლად კაი საქმეც. ბოლომდე კაი გემრიელი საქმეც რო არ გამოსდის, მაგრამ აი, ფოჟოლი ის არის უკვე როგორი მომენტი, იცით რომ აი მისდგა საქმეს, ნებისმიერი საქმე, კეიფი იყოს და გინდა შრომა, ხო? აი მისდგა და გულიანად რომ მისდევს და დინჯად და მოიგდებს მხარზე ყანც რა ქვია საქმეს. საქმეზე ფოჟოლი თუმცა ყანცი იყოს. კი ბატონო. ანუ პროდუქტიულ საქმეს აკეთებს კაცი. დავიმახსოვროთ. ხო. ახლა კი დავიწყოთ თამაში. თუ ნებას ვიდრე დავიწყეთ. დიახ, გისმენ. იუმორია აქ ახლა და ზოგი თქვენ გეხებათ, ზოგი თქვენს მეგობრებს ეხებათ. რაღაც ისეთი და თუ იმოქმედა, ხო კარგი. თუ არ იმოქმედა, ხო კარგი. არა, მე სხვა უნდა მეთქვა მგონი. ხო კარგი. მაგრამ ანუ ერთი სიტყვით არ გეცხენოთ ახლა იქ თქვენ ციქნებით ნახსენებით თქვენს და თუ გამოვიდა, თავი არ შეიკავოთ სიცილისგან თავარი ეგაა. რა თქმა უნდა. ერთი მაქსიმალურად შეეცადეთ გაგვაცნოთ. გაიხსენეთ ყველამ ვასო. ხაკაძე, მისი როლები. მისი როლები. და სხვაებიც კიდე, სხვაებიც. 1 2 3 დავიწყოთ. ვასკა, ვასიკო, ვაშკას, თათიას მოსატაცებლად გზას ნუ მოუჭრი. მოფერების დროს ტუჩების ნაცვლად ხელში დაჭერილ სკრიპკას მოუჭი. ზაურ ბიჭიკაშვილს. ხოვლელ კაცს ზაურ პასუხი მომეც, დაგთხო არ დამცე მეხი იმ საათში. ნიკოლოზ გაგეცინა გაგეღიმა. გაგეცინა ცოტა ხმა მაღალი იყო, გაგეღიმა. ჟიმნი 50 ლარი მოიგეთ, გილოცავთ. ჩვენ მოიგეთ 50 ლარი. ესე უცებ. დამბი. ესე თვალსა და ხელშუა უცებ 40. მე ასე უცებ 15 წამში ჯერ 50 ლარი არ დამიხარჯე. არა, თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, გამეორებათ სოფლის დედა. არა ბატონო, არა თქვენ. არა, კი ბატონო, რა თქმა უნდა. გისმენთ. გავაგზავნოთ, ხო? ხო, ახლა ის გახსოვთ, რომ ზაურზე იყო, ხო? როგორ არ მაგრამ გვახსოვს? დავამთავრებ. ანუ 100 ლარზე ვთამაშობთ. 1 2 და 3. ჟიმნი ხალს როცა ებლატავება, რატომ ეჭიმება ფეხი? რადგან გვარი აქვს მას არაბიძე, ზოგხას გონია რომ არაბია. მიწვში ვერ ჩავს რა. რომ არაბია, არ არის გადაცილო. რომ არაბია. ანუ აქ წარმოშობაზე შენ რომ არაბია კი არა, რომ არაბია, ასე თქვა იმ ადამიანს. აა რომ არაბია უკერე, რომ არაბია. ორივენაერად ვიღე. ო. კაი, აი რიგარეში არაბზე იყო ლაბარაკი აქ. რიგარეში იყო ამას დამთავრებ ნაწყვენი არ დამჭეს აგერგაცია. ბევრმა კი იცის რომ ქართველია, ანუ იქ არაბია ნაგულისხმები და არაბია არ არის. აი მერე ცოტა ტემპში დაიგეთ ცოტა მოვხდი კაც ნერვიულობით. ანუ ვაგრძელებთ. ჯობია შევინახოთ ეს ხუმრობები. ეს ხუმრობები ჯობია არა შევინახოთ. უკვე მეტი რაღაც უნდა გაიცნო არაბიაო და. არა, ეს ბევრმა კი იცის, არა რიგარეში ვკითხულობ და იმას ამბობს. ბევრმა კი დავუთავრებ ამის გარეშე. ანუ თქვენ გსურთ რომ დაამთავროთ. ხო. მოდი ეს დროში გავაკეთოთ. მაშინ არა, მაშინ აქ დიდი იუმორი აღარ დევს და მაშინ კარგი დავამთავროთ ისე. დავამთავროთ ისე. ისე დავამთავროთ, ხო? ბევრმა კი იცის, რომ ქართველია და ქალთა ვნების წამლის აბია. აბია. აი, ხედავ. თავიდან გამისკდა გული, ზოგიერთებს მაგრამ რაღაცები როგორია, თორემ წამლის აბია. მე არ მოვჭი. ნიკოლოზ დაწყნარდი, ხო? თქვენ 100 ლარი გაქვთ. გილოცავთ, ვაგრძელებთ. არ გეშინიათ რომ დაკარგავთ 100 ლარს. დარდია. 1 2 და ამათ რო არ გამლახეს, ეგ ამთავარი. ეგ არის მთავარი. 1 2 3 წავიდა. მიშას პროდიუსერს რომა ბლატავებთ მხედრიონელად, გეით, ქალად და ძველ ბიჭად მიშას. იუმორისთვის, მსახიობურად, თმას მეც გავიშლი, მეც არ ამიშავს. ჯიჯიკია მივიდა ექიმთან, ასე ამობერილი ქუდი და რა გჭირსო რა არის? რა ვიცი, რაც ხა გამომივიდა თავზე აკავა და მოიხადა ქუდი და ბაყაყის. აუ, ეგრა მოქსულია შეაბადური. ბაყაყმა უპასუხა, რა ვიცი, ჯიჯიკია გამომივიდა, აგერ საჯდობზეო.
თვითმფრინავიდან პარაშუტის გადმოხტომა ხდება და ყველა ჩახდა ერთი გაჩერდა და წამოდიოდა. რა, ვერ წამოვალ, ვერ არ შემელია. რატო? გაციებული არ შემელია. რა გაციებული დაეძირა და წიხლი დრაღ და გადმოაგდეს ამ ჭიდაობაში. ბიჭო, რა მაგარი ძლიერი იყო, შობეძაღლი ძლივს არ გადავაგდეთო? აბა, ძალიან გაგვიძალიან და. ერთი წუთი რა. აის მეცადე განიშნებდი. ის ფინალი არ უნდა მომეყოლა ის რიგარეშე იმაზეც გაეცინა. მე ვამბობდი. კი. მე სამწუხაროდ უნდა გითხრათ თქვენ დაკარგეთ ის ასილარი, მაგრამ ძალიან გაამხიარულეთ ნიკოლოზი. ძალიან და ჩვენც ხო გაგვამხიარულეთ. ეს ბოლოს თუ არა თავიდან ცოტა შეგეშინდა, ნამდვილად. ცოტა შეგეშინდა. გამისკდა გული. რამეს ხომ არ დაამატებდით? თავიდან ძალიან კარგად დაიწყო. ნამდვილად. მართლა. და კიდე უფრო უკეთეს განვითარებას ველოდი. კი, მაგრამ აღარ გული არ დაგწყდეთ, შანსი კიდევ გაქვთ. კი ბატონო, მე რა მინდა ბატონო თემო რო გითხრა, მე ყოველთვის ანეკდოტებზე ბოდიში მინდა მოვხადო ყველას, საერთოდ თუ კი ჩემთვის ძალიან ახალი არ არის. ცოტა რაც შეეხება იმ თქვენ ლექსად და პაროდიულ ძალიან მომეწონა. კი, ხო? და მე ხათრით გაგეცილი აგერ. რა ვქნა ბატონო, რაც შემეძლო ვიცინე და როცა გადავედით უკვე ისეთ რაღაცებზე რომლებიც რატომ უნდა გაიცირო, როცა არ გეცილიო, მართალია. გენაცვალე. დიდი მადლობა. აპლოდისმენტებით გავაცნობ. მე ვიხურებდი რომ ბატონო ბოლოს ჩვენ ტრები. ძალიან სახალისო პროექტია. სულითა და გულით მინდა წარმატება უსურვა აი ამ პროექტს. იმიტომ რომ მეტი სიხალისე და მეტი სიცოცხლე ჩანს ადამიანისა, თვითონ ბიჭების, გოგოების ყველა ეხმარებიან გამოსვლელებს და ალბათ ყველაზე მეტად სასიხარულო ის იქნება, რომ აი გამარჯვებულები თავის ნიჭს გამოავლენენ და მე შეიძლება უკვე მათთან ერთად ახალი პროგრამების შექმნა გაკეთება და ასე შემდეგ. მე მაგალითად ძალიან მაგრა ვიხალისე, ძალიან მაგრა მომეწონა. არც კი მეგონა თუ ახლა ეს ჩემი რაღაც პატარა მცირე კაფეები ასეთ რეზონანსს გამოიწვევდა, ძალიან მოეწონათ. ну, სამწუხაროდ გარკვეულწილად ვერ ჩავიტია რაღაცების გამო დროში და მაგრამ მოხარული ვარ რომ მივიღე მონაწილეობა და ეს რაც თავარია კარგი პროექტი რო არის. ძალიან მიხარია. ხალხო უყურეთ. კაი რამეებს ნახავთ. ახალ მონაწილეს ვთხოვ ჩვენ სცენაზე, ეს არის შორენა ჯინჭარაშვილი. ხო? როგორ ხარ? ეხლა კარგად და მე როგორ ვიქნები თქვენზეა დამოკიდებული. შორენა, შენ ნიჭიაში გამოდიოდი, ხო, როგორც მახსოვს? კარგად გახსოვს, კი. კარგად მახსოვს. დათუჩასთან ქონდა რომანი? კი. ხო. დაინგრა თქვენი ოჯახით მისამ ერთად ხართ? დაინგრა. დაინგრა? რას ლაპარაკობ? დედა. კარგი. საქმიანობა. ადმინისტრატორად მუშაობ მაღაზიაში. ხო? დიახ. ისები მოსულა, რო დამჭირდეს. კომედი შოუსთაცია უკან რომ მიმიწერო. ნახოთ ხა დღეს როგორ გაიცინე. ანუ თუ გავიცინებ, შეხედავ შენ. ხო, დავიცი. ესე იგი ჰობი გიწერიათ ასეთი ანეკდოტების კითხვა, მოყოლა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად გართობა. ასე მგონია ჩემაკეთას კითხული. ესე იგი ემთხვევა ჩვენი ჰობები ერთმანეთს ასე რომ მე წარმატებები მინდა გისურვო და რა ვიცი შეგვიძლია გამარჯობა. მეც ჩემი დრო მოვიდა უბრალოდ მზად ხართ ხო? კი. მაშინ მეც წარმატებებს გისურვებ. თათია მზად ხარ? ყველანი მზად ვართ. 1 მზად ვარ. 2 და 3. დიდხანს ვიფიქრე როგორ წარმედგინა თავი თქვენს წინაშე. ბოლოს გადავწყვიტე რომ თუ კარგად და არქეოლოგიურად დააკვირდებით ჩემი თავის ქალას და სახეს, მიხვდებით რომ დმანისიდან ვარ. ასეთი განცხადება წავიკითხე. ბორდელში გვჭირდება მაღალი, ლამაზი, ელასტიური გოგონები. მივედი, ამხედეს, დამხედეს და მიმიღეს. ახლა მუშაობ ბორდელის დაცვაში. 1 ივლისიდან რა საინტერესოა ბორდელის დაცვა. ძალიან საინტერესოა. კილოცავთ 50 ლარი გაქვს. როგორი ხარ? თქვა ადამიანმა და ბორდელის დაცვაში როგორი? როდ ფორმეის არის ვაკანსიები შეგიძლია მოგწონო. კილოცავ 50 ლარი გაქვს. გინდა 100 ლარზეც ვითამაშოთ. კი, ნამდვილად. არ გეშინია რომ 50 ლარს დაკარგავ.
აუი, არა. ანუ ვთამაშობთ. ახლა. ერთიც, იქვე ორიც და სადღაც მესამეც. 1 ივლისიდან მშობიარობა უფასოა. ეკი ძალიან გამიხარდა, მაგრამ არის ვინმე ვინც მიმიყვანს მშობიარობამდე? ჩემ შეყვარებულს ნიკა ისე მაგრად ვეზასავე, ქალიშვილი რომ ყოფილიყავი, უეჭველი გავიგუდებოდი. ძალიან მონდომებულები ხართ ორივე. მაინც ხილად იყავ. კარგი იყო, ძალიან კარგი იყო. 100 ლარი დამსახურებული 100 ლარი გაგვიდვაში. ვთამაშობთ 200 ლარზე? კი. არ გვეშინია 100 ლარი რომ დავკარგოთ, ხო? არა. ნუ, მაშინ დავიწყოთ 1, 2 და 3. ჩემ ხარს მგონი სექსუალური გადახრა აქვს. სექსის დროს სულ გაზეთს მაკითხებს, თან ძალიან ახლოს მოხსახესთან. 16 წლის რომ ვიყავი, ასე ვამბობდი. ვაიმე, ვახუნე, რა მაგარი XP-ატი ყავს. 25 წლის რომ გავხდი, ასე ვამბობდი. ვაიმე, თენგო, რა მაგარი Mercedes-ი ყავს. დღეს ასე ვამბობ, ვაიმე, ნუ გზა, რა მაგარი გაზზე გადაყვანილი Opel-ი ყავს. თუ ასე გაგრძელდა და ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვალა, 4 წელიწადში ალბათ ასე ვიტყვი. ვაიმე, ღმერთო, დღეს ვახტანგი მარშრუტკაში ფული გადამიხადა. ძალიან უბედური ქალი ვარ, ნიკა. დაბადებისას რომ დავიკუნესე, მასმერი არ დამიკუნესია. გაგეცინა ნიკოლას. გაგეცინა. ოდისიები სიმწრის სიცილი იყო უფრო ვიდრე გესმის. სწორი თემა, ხო, იუმორისტის არა, არჩეული. კი, მაგრამ ასე რა გამაცინებს ის 200 ლარი. თვალსა და ხელს შუა 200 ლარი მოიგე. დაგჭა 2 ტური. 400 ლარიანი და 1000 აუ, ლარიანი. შევწყვიტავ, კაი, ნიკა, შენის ნებართვით. რა კარგად დაიწყე და კი, კარგად დავიწყე, მეც მომწონს, მაგრამ იქნებ რა აიდა ვაიდა ვაი და ვეღარ დავამთავრო. აღარ არის გაგუძვებზე არაფერი. ვაიდა დაამთავრო სად მიდიხარ? მოდი, კაი, ჯერ გეტყვი. ანუ გვაპარებს ნენა. მოდი ავარჩი იქნება რამე. დავაპლუსოთ. არა, ვამთავრებ. ვამთავრებთ? ნუ შეიძლება. აპლოდისმენტები. გილოცა 200 ლარს მიდი გამოაკლის შენი. ეს დამსახურებელი აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები ძალიან მე ძალიან გყო 1 წუთი გაჩერდე. თუ შეიძლება წაგვიკითხე მაინც რა იყო დარჩენილი. იქნება და კიდევ თუ ხო, რა, მოდი შევინახოთ. ერთი მაინც. ეხა ერთი მაგალითად. კაი, მე რომ მოვარ მე ვიზავ. კაი. მე რა ვიცი, მადლობა მინდა გადაუხადო. კარგად, მადლობა. დიდი მადლობა აპლოდისმენტები. ძალიან კარგი გოგოა. ძალიან გახარებული ვარ, ისე გახარებული ვარ, რომ უბრალოდ აი სიტყვები არ მყოფნის რა. ნუ ვეღარ ვამბობ ვერაფერს. აუ რა თქვა? მოიცით, გათიშე რა გთხოვ ერთ წამი. მართლა ვერაფერს ვერ ვამბობ. აი ხედა, წერტილი იპოვა თემა და იმ წერტილზე აი ესე გვაწვებოდა. სხვათა შორის კარგი მიგნება ეს იყო. შორენას მინდა უთხრა რომ ძალიან კარგი იყო მისი გამოსვლა, რაც თავარია იცის წერტილიც შეიძლება ხო შეიძლება ადამიანს ყველას ახო ვინც მოდის უნდა ყველას 1000 ლარის მოგება მაგრამ ჯობია წაიღო 200 ლარი შემდეგ მობძანდე კიდე ითამაშო კიდე მოიგო წახვიდე გაითვალისწინეთ მეგობრებო გაითვალისწინეთ კარგი რჩევა კარგი რჩევა მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე კი ბატონო კი ბატონო ეს არის ბაჩო რურუ აპლოდისმენტები სალამს როგორ დადებით გისმენთ მოგესალმები გავარჯობათ ესე იგი თქვენ ანკეტას გადავლით თვალი და რაც თვალში მოხდა პირველ რიგში ესე იგი პაროდიებს აკეთებთ ხო და 110 ადამიანის პაროდიაო კი 110 110 კი რეკორდს სამყარო ესე შეიძლება 110-ანზეც მოხდა ხო კარგი ხუმრობა იყო თუ არავინ არ გაიგო ჩემს სარბაცობს 110 ადამიანის პაროდია და ვიცი 110 ადამიანის პაროდია და თან კრიმინალისტებს ეს ცნობილებია ყველა 110-ვე თუ მეზობლები და კეთილნათესავების არის და რობერტი ერთი პარლამენტის ხდომა შემიძლია ჩავატარო თავისუფლად რა საინტერესოა რა უმრავლესობით უმცირესობით უმრავლესობაც ხარ უმცირესობაც
ყველა პიკეტი და რა ვიცი, ყველა. თათია რა სიტყვი რამე სხვა დაამატე? არა. არა. მოვისმენთ პაროდია. მოვუსმენ ბაჭო. განათლება ტექნიკური უნივერსიტეტი, ნუ მე ამას ყოველთვის ვამბობ. კრიმინალისტი. სიამაყით. კრიმინალისტი, გვერდზე. კრიმინალისტი, კი. გავუგეთ ერთმანეთს ხო? რა თქმა უნდა. ძალიან საერთო. დავიწყოთ, მზად ხარ? ანუ ფული თუ მოვაგებინოთ ამას, ქრთამის მიცემაზე შეიძლება დაგვაპატიმროს. შენიცი 2 და 3. ნუ ხა ბეპერიში მიდა მოგესალმოთ. ეტა ვინი? ვაიმე დედა. ვიცი. კარგი დასაწყისი იყო მე თუ მკითხავ. 50 ლარი გაქვს. 50 ლარი გაქვს. მეტნავად კარგი. რა ვიცი, ვაგზელებთ ხო? რა თქმა უნდა. რა მე თქმა უნდა. დანებება ამ შორის. რამეს ხომ არ დაამატებთ? 109 დაგჭა. თუ არა. მოასწრებ 111 5 წუთში თუ მოასწრებ ა 5 წუთში ისე 50 ვატე. წუთში 5 წუთში 50 ხო? კი. პირადი რეკორდი. ძალიან კარგი. ანუ ვაგზელებთ როგორც მოხდი. გავაგზელოთ. 1 2 და 3. ნუ ხა კიდე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მართლა მნიშვნელოვანი პროექტი ხა. ხა ვიდა მოგესალმო და ვიდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. და მოგიყვებით ერთ ანეკდოტს. შენი ქალა უდღაშიო, არ ვარ მაგრაიდიო. ნუ ხა საქმე დაძრულია წინ და ქალი დაიძრა ბუტკისკენ, როგორც საქართველო ნატოსკენ. ერე ბეტონო, ასე ტასტანდური თარგაკეთება საქმე. დათიას გაეგიმა. დათიას გაეგიმა. გამეცინა. 100 ლარი. აი ეს თვალსა და ხელშუა 100 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე არ გავიგე. 100 ლარი დამსახურებულად აგზელებ. რა თქმა უნდა. არ გეშინია რომ 100 ლარს დაკარგავ. რითი მოვდი არა. მოვიგე. თამაშობთ 200 ლარზე. ისე უმახიანად არის. უმახიანად, 1500 ლარის აღება 1000-იც არ ყოფნა. ასეთი პაროდიიდან სულ რაღაც. მოემზადებაჩო 2 და 3. კადრი ფილმიდან მიდიოდა მატარებელი. მე რამდენი მერგება ბატონო? აი 10%. ასე ცოტა? მატარებელი ჩემი. მომსახურე პერსონალი ჩემი. ბათუმში ზებანდი კონცერტი ჩემი. უსინათლოები ჩემი. განდოკება ჩემი. იცი რა მაყუთი დამიჯე და ყოველივე ეს. ეხლა ჩახსენი მატარებელი. გეგონას 100 ადვილად ჰოვიშორი ვის კაცო? კაცო, რო იძახიან რუსი ბოდისო. რაკრაც კაცო ამოტიამ კალამი გასხავს რუსი თუ უკან დამანებეთ თავი კაცო. კიდე რო იძახიან რა ჯანდაბა ის სექსებოქაო. ჩვენ დროს არ იყო ეს სექსები და ჯანდაბები, მაგრამ კი მრავლდებოდა ქვეყანა. ამას მიყვები შვილო. ახ, ბოღალადე, მამის გულელო ეკა. ხოდელიზე, დაცვას მიხედე, დაცვას. საკუთარი თავიცადე, კაია. საკუთარი. კაი. 100 არისო. 100 ვერ მოასრო. 8-9 იყო, ხო? ესე იგი რა მინდა უთხრა ჩემ ბაჩოს. უდაოდ ნიჭიერი კაცია და უამრავი ადამიანის პაროდია გააკეთა, მაგრამ ჩემი აზრით აი ამ პაროდიებს ცოტა აკლია მუშაობა რა. რა თქმა უნდა. ყველას შეგიძლია გააკეთო ძალიან კარგად, ყველას აკეთებ, მაგრამ რაღაცები აკლია რა. მე ასეთ შთაბეჭდილება დამჭა ჩემო კარგო ყოველ შემთხვევაში. რაღაცა თუ არ დავიწყო მე ხო, რა თქმა უნდა. დაწყება კარგია ბაჩო. და მე ვისურვებდი რომ შენ მოხვიდე ამ პროექტში უფრო დახვეწილი აი პაროდიებით და იმასაც ვნახავთ ალბათ ახლის განმავლობაში 111. 111. მუშაობ 111-ზე. შვენიერი. ამას შემდგომში ანუ მომავალში გვპირდება ადამიანი რომ მოვა და გვაჩვენებს. ბაჩოს აპლოდისმენტები დამსახურებული. ახლა ველოდი როგორც ყოველთვის ყველა გამარჯვებას, მაგრამ რაღაც ვერ გავაკეთე ალბათ ისე რომ ვერ გავაცინე მესამე ტურზე. სამწუხაროდ არ გაიცინეს და დავკარგე ის 100 ლარი და შემდეგში ვნახოთ. უკეთეს დავამუშავებ, როგორც ნიკოლოზმა თქვა. ეს პაროდია ცოტა რთულია. რთულია და მე როგორც ეწვის ხიდია როგორც ამბობ. ხო. ან ძალიან კარგად უნდა და როცა არსებობს თან არსებული პაროდისტები ვინც ჩვენს ტელესიუცეში ზოგადად არსებობს და იმათზე უკეთ თუ არა ისეთნაირად მაინც უნდა გააკეთო რომ მე გეთახმებით. მე სხვა რა შემიძლია თქვა
ერთადერთი შეგიძლიათ რომ შევაჯამოთ ერთად დღევანდელი გადაცემა. რას ვიტყვით? მე მგონი თავი ძალიან კარგად გაართვეს, ხო? თუმცა 1000 ლარი ვენავინ ვერ მოგიგო. 1000 ლარი ვერ მოიგო, მაგრამ ვინც ვერ მოიგო, იმათ კიდე აქვს შანსი რომ მოვიდნენ. რა თქმა და მიიღონ მონაწილეობა, შეიძლება 1000-ზე მეტიც მოიგონ. კი ბატონო, ბოლო საკმაოდ რთული ადამიანის გაცინება. გაცინება. გაცილებაც რთულია. გაცილებაც რთულია, ძალიან გაცილებაც რთულია, მე ჩემს რაბლიცაბებს მე ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები იყვნენ დღეს წარმოდგენილი ბოლო ადამიანზე და ყველაზე ზედმეტნაკლებად გავაკეთე კომენტარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეუბნები, მე მინდა ქალბატონი შორენა ერქვა, ხო? ალბათოს რომელსაც სწორი სტრატეგიით იყო მოსული და ჩემი აზრით აი გადაცემაში ეს სტრატეგია არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი. რაზეც ეცინება მაყურებელს. ხო, არა და გათვლილი უნდა კონდეს რა თანმიმდევრობით უნდა დაალაგო ის ხუმრობები და რა ვიცი, ყველაფერი ეს ქონდა აი ამ ადამიანს გაკეთებული ისე ნორმალურად დროსაც შეწყვიტა. ალბათ, ნუ შეიძლება 1000 ლარს მოიგო, მე არ ვამბობ, მაგრამ თავისი გამომდინარე თვითონ გადაწყვიტა, შეწყვიტა და ძალიან ნორმალურად გააკეთა. კარგად იყო შერჩეული და სწორადაც ხუმრობდა. ანუ სწორ დროს ჩერდებოდა. ზოგმა იცის ხუმრობა, მაგრამ არ იცის როგორ თქვას. და როდის გაჩერდა? როდის უნდა გაჩერდეს. ნუ კარგად ქონდა ეს დაფიქრება. ასე რომ ჩემი აზრით მე მაინც ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღის და მინდა წარმატებები უსვრო მომავალში აი ადამიანებს ვინც დღეს იყო წარმოდგენილი. მე რა შემიძლია დავამატო? დამწყებ იუმორისტებს გიწევთ და გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ უკვე გამოცდილი სახელოვანი იუმორისტების რჩევები. მოხვიდეთ ჩვენთან და ვსადოთ ბედი. ძალიან ადვილია 5 წუთში მოიგოთ 1000 ლარი. უბრალოდ ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანი უნდა გააცინოთ. დიდი მადლობა ჩემთან მოსვლისთვის და დახმარებისათვის. თქვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ კვირას აქ ისევ ამ სტუდიაში ნახოთ როგორი იუმორის გრძნობაც გაქვს.